კინოფესტივალის მეხუთე დღე კინო ამირანში რეჟისორ ნინო კირთაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება მიმდინარეობს ზოგი რამ საქართველოს შესახებ ამ ფილმს ქართულ მაყურებელთან ერთად უცხოელი რეჟისორები და მსახიობები ნახავენ. პრემიერაზე მარი კუბლაშვილი იმყოფება, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. მარი, გისმენთ. ნინო კირთაძის დოკუმენტური ფილმი საკმაოდ რთულ 2008 წლის საქართველოს აღწერს დაწყებული საპრეზიდენტო არჩევნებიდან აგვისტოს ომით დამთავრებული. ამ ისტორიას ფილმის მთავარი გმირები საქართველოს პრეზიდენტი, ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ყვებიან. ზოგი რამ საქართველოს შესახებ ასე უწოდა ნინო კირთაძემ თავის დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრემიერა ამ წუთებში მიმდინარეობს კინოთეატრ ამირანში და მას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრება. მედი მაქვს, რომ ეს ფილმი წავა ფესტივალებზე და ჩემთვის ამ ფილმის მესიჯი არის მე მინდოდა მეჩვენებინა რა იყო ჩემი საქართველო, რა იყო ის საქართველო, რომელსაც რა არის ის საქართველო, რომელსაც ძალიან დიდი იმედები ჰქონდა წლის დასაწყისში და როგორ რა მოხდა თქვათ ამ ომის შემდეგ და რა კითხვები დასვა ამ ომმა, და ეს კითხვები საქართველოს ფარგლებს ბევრად ცილდება. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა, მორიგი ვერსიის ხილვა, როგორ ხდება ჩვენთვის ჯერ კიდევ მოუნელებელი ტრამვის ჩვენება ეკრანზე, ისეთ დოკუმენტალისტის მიერ, როგორც არის ნინო კირთაძე, რომელიც ძალიან პოპულარულია სწორედ დასავლურ კინემატოგრაფიულ წრეებში. ნინო კირთაძე არაერთი პრესტიჟული კინოფესტივალის გამარჯვებული, აღსანიშნავია მისი ბოლო ნამუშევარი დურაკოა, რომელიც რეჟისორს საკმაოდ დიდი წარმატება მოუპოვა. თბილისში იმყოფებიან ცნობილი რეჟისორები, მსახიობები და პროდიუსერები, რომლებიც სპეციალურად თბილისის კინოფესტივალისთვის ჩამოვიდნენ. ისინი დღეს მცხეთაში იმყოფებოდნენ. მინდა შეგახსენოთ, რომ თბილისის რიგით მეათე საერთაშორისო კინოფესტივალი ხვალ საზეიმო დაიხურება. აგენტი 007-ის საყვარელი ქალი. ის მაყურებელმა ჯეიმს ბონდის ერთ-ერთი ფილმიდან ცოცხალი დღის სინათლენი 1987 წელს გაიცნო. ლონდონში დაბადებული მარიამ დაბო ქართველი გენერლის გიორგი კვინიტაძის შვილიშვილია. საქართველოს ბოლოს 90-იან წლებში სტუმრობდა. ჩამოსვლის მიზეზი კინოფესტივალია, სადაც ის საკუთარ რეჟისორულ ნამუშევარს წარმოადგენს. ბონდის გოგოების სამუდამოდ. მინდა რომ დიდი ხანი გავატარო თბილისში. აქ ჩემი ნათესავები ვნახე, როდესაც ფესტივალზე მომიწვიეს დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. ჩემი ფილმის მთავარი გმირები ჯეიმს ბონდის ნიჭიერი გოგონები, ლამაზები და მხიარულები არიან. თბილისის კინოფესტივალის არაოფიციალური მხარე. უცხოელი კინორეჟისორები, მსახიობები და პროდიუსერები მცხეთაში. პირველი გაჩერება ჯვრის მონასტერი. მოხიბლული ვარ ამ უძველესი არქიტექტურით და ქალაქით. არაჩვეულებრივი ადგილია. შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. კინოფესტივალის სტუმრების შთაბეჭდილება და ემოციები საქართველოზე ძველი დედაქალაქის ნახვამ კიდევ უფრო გაამძაფრა. გასეირნება მცხეთაში დასრულდა, თუმცა უმეტესობა სამომავლო გეგმებით აქ დაბრუნებას გეგმავს. არაჩვეულებრივი დრო გავატარე, ამიტომაც ხელი შეგვიწყო. ყოველთვის მინდოდა თბილისში ჩამოსვლა და მიხარია, რომ ეს სურვილი ახლა ამიხდა. დიდი სიამოვნებით გესტუმრებით მომავალში, აქ ფილმსაც კი გადავიღებდი.